მოგესალმებით მეგობრებო. 26 მაისს არის დაგეგმილი დიდი შეკრება თბილისში. ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ვიდეო ჩავწერო. ქართველი ხალხის იმედი გაჩნდა გიორგი ვაშაძემ დაანონსახა 26 მაისს. ქართველ ხალხს იმედი უჩნდება ამოსულთქვისა. აი ესეთი გაჭირვებიდან ამოსვლისა, აი ამ უსამართლობის დასრულებისა, რაც ხდება საქართველოში და აი ამ ერთი ადამიანის მართლობისგან ჩამოყალიბებული აი ეს დიქტატურა, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო აღარიბებს ქართველ ადამიანს, უფრო და უფრო უძვირებს ყველაფერს, ცხოვრებას, რომ ყელში წაუჭიროს, რომ ღარიბი ადამიანის მართვა უფრო ადვილია, ხო? და ამ დროს ხდება სხვა მოქალაქეების ჩამოსახლება, ხო, საქართველოში, რომ ქართველი გაქრეს საქართველოში, რომ ეს უცხო ტომელების საერთოდ პრეტენზიაც არ აქვს ბიძინასთან, მაგას პირიქით ბიძინას ემხრობიან, რომ ბიძინამ ჩამოასახლა ეგენი მან. და აი ამ ქართველების ასეთი ცუდი და არაქართული საქციელის გამო ჩვენ ყველანი უნდა შევიკრიბოთ ხალხო და უნდა დავამხოთ რეჟიმი ციხეში. არანაირი ახლა საქართველოში ამას ვეღარ მოუწოდებენ ხო დამხობას, იმიტომ რომ კანონია მიღებული დამხობასთან დაკავშირებით და საქართველოში ამ სიტყვას ვერავინ ვეღარ იტყვის, მაგრამ აგერ და ვიძახით ყველანი ხო, ვისაც შეუძლია და საქართველოს ტერიტორიის გარეთ არის რეჟიმი, არამც თუ უნდა დავამხოთ, ესენი ციხეში უნდა დავამხოთ ხალხო, ციხეში. რომ ქართველმა ხალხმა მოისუნთქოს და რაში მდგომარეობს ახლა ხო მასხარად იგდებენ ქართველხა, მასხარად იგდებენ ხალხო ვიღაცა კომისია შექმნეს ფასების გაზრდილიაო და ის არის როცა ჩვენ სამეზობლოში ხო გადამოწმებულია ყველგან პროდუქტები ჩვენთან გაცილებით ძვირია ვიდრე ელემენტარულ ჩვენ სამეზობლოში ხო აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და იქ კატასტროფული ფასებია ჩვენთან ყველაფრისა საქართველოში და ამასთან დაკავშირებითაც მინდათ რომ გითხრათ რომ ეს არის ერთ-ერთი სტიმულატორი იმის რომ საქართველოში ადამიანს ხელფასი აღარ ყოფნის ელემენტალური არსებობისთვის და ხდება უკვე გასახლება საქართველოსთან ზოგიერთის გაქცევა და ესეთი ქართველი ხალხის აი ეს ჩაგვრა დევნა და საქართველოსთან გადასახლება რო არის აი ამასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ და რა იწევს ახლა ამას ხო პროდუქტების ზრდა ჩვენ გვახსოვს ყველას როცა ფასების ზრდასთან დაიწყეს აქტიურად საუბარი გიორგი ვაშაძემ და ხაბეიშვილმა და ამ დროს გამოვიდნენ ეს კოცები და იძახიან რომ მაგათი პროპაგანდისტები რომ იცი რა თურმე ძველი ნაცები დარჩენილები ყოფილან თურმე ესენი ზრდიან ფასს და მე აქედან აღებული ფულით თურმე თბილისში ეს მიტინგები ფინანსდება სასაცილო რაღაცეები დაიწყეს ხო უკვე ამას ხარავენ ხალხს და რაში მდგომარეობს ახლა ეს ერთ-ერთი განთავისუფლება ხალხო ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ აი ახლა ამას რასაც ვიტყვი ეს საჭიროა რომ სახელმწიფოში შეიცვალოს მართლობა. ეს ყველა ქვეყანაში თითქმის ხდება უმეტეს ქვეყანაში და ეს ჩვენთანაც საჭიროა რომ ხალხმა მოისუნთქოს. პროდუქტების ზრდასთან დაკავშირებით ახლა ყველა პროდუქტს ცალკე ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთ-ერთს ვიტყვი ხო ახლა ცემენტი ყველაზე მთავარი რაც იყო მანდა აქტიურად რაც ჩვენ თვალში დავინახეთ. ჩვენ გვახსოვს ყველამ რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი წარმომადგენელი დააყენა ცემენტის ქარხანაში და რაში მდგომარეობდა ეს ცემენტის ქარხანაში თავის კაცის დაყენება. ცემენტის მოთხოვნა გაიზარდა საქართველოში, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი ტურისტი მთის უცხოტომელი ჩამოსახლებას გეგმავდა და აქ დაჭირდებოდა ძალიან დიდი რაოდენობით კორპუსების მშენებლობა რომ გაეყიდა ბინები, მეორე ის რომ ტუნელი გეგმებოდა ყაზბეგში რომ გაეკეთა, ყაზბეგიც მთლიანად ცემენტთან არის დაკავშირებული, ხო, ტუნელში რომ გადავა ცემენტია მთლიანი. მანდა ასეულობით ტონები ცემენტი ჭირდება მანდაც და იგივე დასავლეთში ის განიერი გზა რო კეთდება ავტობანი, ხო, მაგასაც ხო ვიცით რომ ცემენტისგან არის ჩამოსხმული ეს სტოლბები და მთლიანი გზა ცემენტია, ეს ცემენტი იყო ერთადერთი აქტიური რაღაც, რაც ბიტკოინთან ელექტრონულ ვალუტიდან მომდევნო იყო ცემენტი, რომელსაც ბიძინა ხედავდა, რაშიც ასეულობით მილიონობით უნდა განხორციელებულიყო ფულის ჩადება ცემენტს, მოთხოვნა იქნებოდა ცემენტის და
რა გააკეთ ამ ცემენტზე? ყველას გვახსოვს, რომ ტელევიზიაშიც გამოაცხადეს თავისი წარმომადგენელი დააყენა საქართველოს ცემენტის ქარხანაში და დაუშვათ პირობითად თუ საავადმყოფოდან შემოტანა ღირდა 1 ლარი ცემენტი რაღაცა პირობითად ვიღებ, ხო? ამან გამბაჟება მოამატა, საავადმყოფოდან შემოტანეის გამბაჟების ფასი აწია, ლარი დაუშვათ და 10% მოამატა, ხო, ეს 10 თეთრი. ეხლა საავადმყოფოდან შემოტანილი ცემენტზე თუ 10 გაიზარდა 10 თეთრით ფასი 1 ლარზე დაუშვათ. საქართველოში წარმოებული ხო იგი ლარი არ დარჩებოდა. საქართველოში წარმოებულსაც მოამატეს ის 10 თეთრი. და იქ რო ჩასვა თავის კაცი იმ ქარხანაში, ზუსტად აემა გაძვირებული თანხის 10 თეთრის მომატება ბიძინამს უნდა აეღო. გამიგე რა ხდება? სპეციალურად მოამატა ის გამბაჟების ფასი მაგ ცემენტს, რომ აქ ძალიან უზარმაზარი პროექტები იგეგმებოდა, დასავლეთის ავტობანი, ტუნელი, აქ უცხოტომელების ჩამოსახლება, აქ 10,000-ობით კორპუსები იქნებოდა საჭირო, ისა ბინები იქნებოდა საჭირო, რომ გაეყიდა, ხო, ვიცით რომ იყიდება და მშენებლობა მიდის, ამ ყველაფერს სჭირდება ცემენტი. აი ეს ამას ყველაფერს წინასწარ ხედავდა ბიძინა, თავის კაცს ჩააყენა ქარხანაში, მოამატებინა გამბაჟების ფასი და საქართველოში წარმოებული ცემენტის ფასიც აწიეს. შესაბამისად იმ საავადმყოფოდან შემოტანილი გაძვირებული ცემენტის შესაბამისად. და ეს აწეული ფასი საქართველოს ქარხანაში რაც მოემატა ფასი, მაგას იღებს თვითონ ესენი. და ამას რატო გეუბნებით ახლა, რომ აქ ყველა პროდუქტი რაც შემოდის საქართველოში ხალხო, ეს ყველა პროდუქტი კონტროლდება საბაჟოსგან, მერე აქ საქართველოში თვითონ დისტრიბუციისგან და იმისგან და ვითომ და ნაცებს რო დააბრალეს მაშინ რომ ნაცები აწვირებენ ბიჭო. როგორ გონიათ თქვენ მართლა ნაციონალები არიან ამ თემის გაძვირებაში თუ ქართული ოცნებაა? აბა გავიხსენოთ ახლა ნებისმიერი პროდუქტი რაც რამე შემოდის საქართველოდან კონტროლდება საბაჟოსგან. გამბაჟების ფასი და გამბაჟების ფასს რო ეწევიან მაღლა სიგარეტისა და სიგარეტი ხა სიგარეტი არც მინდა ბავშვები უყურებენ, მაგრამ პირობით თავიღოთ. ბიძინა რო დგება დილით და რაღაცა პროექტი რო დაესახათ, აი ტრიუკი რო მოიფიქრა თავის თავში და რაღაც რო დაესახა მიზანი და ფული სჭირდება დამატებით, ხო ბიუჯეტი მთლიანი გაწერილია. და აი ბიუჯეტში სჭირდება დაახლოებით რაღაცა პროექტი რაც მოვიდა თავში სჭირდება დაახლოებით ბიუჯეტში დამატებით 10 მილიონი დოლარი. შენ როგონია რომ ამ წამდაუწუმრო სიგარეტის ფასს რო ამატებენ, საიდან ამატებენ? აი ეს რომ მოუვიდა ბიზნეს რაღაცა იდეა რომ აი ეს უნდა გავაკეთო. აი ზუსტად ამაში იტყვის, იცი რა სიგარეტს დაამატე ფასი და შემოვიდა ეს 10 მილიონი, რა პრობლემაა? აი ეს ილაპარაკობენ პირდაპირ და სიგარეტს დაამატებენ 10 თეთრს დაუშვათ და ან 15 თეთრს და ზუსტად იციან კალკულატორი წელში რამდენი იყიდება ის დამატებული თანხა, რამდენია კალკულატორი შემოვარტყან 10 მილიონს დასვამენ ზუსტად. როცა თანხა დასჭირდება ნებისმიერ პროდუქტზე ამატებენ იმას გამბაჟების თანხას და იციან რომ წლის ბოლოს აემდენი დამატებით შემოვა ბიუჯეტში. აი ეს ზრდიან ნებისმიერ პროდუქტს, საავადმყოფოდან შემოტანილს ნებისმიერ მიმართულებას გამბაჟების ფასს მოამატებენ და ბიუჯეტში დამატებით ფული მოდის. რომ ბიძინას ტრიუკი რომ მოაფიქრდა თავში ამ ჩარჩენილ ადამიანს, ხო? აი იმ ტრიუკების განსახორციელებლად დამატებითი თანხები ბიუჯეტში შემოდის. ყველა პროდუქტი ესე ძვირდება, ხალხო, შენ ხო არ გონია ახლა მართლა ნაცია საიდან გააძვრებს, ნაცი აღარ დაჭა ქუჩაში, ყველა ციხეშია და ყველა გაქცეულია და ვინ გააძვრებს? ესენი არიან ქოცები. სანამ აი ეს არ მოხდება, სანამ მთლიანი სახელმწიფოს გადატრიალება არ მოხდება ხალხო, არანაირი საშველი საქართველოს არ დაადგება. აი დაფიქრით ელემენტალური მე მახსოვს თბილისში პარკირების ჯარიმას ვიხდიდი 10 ლარი, 10 ლარი იყო ნაცების დროს. ხო? 10 ლარი. ეხლა რაღაც 50 ლარი რამდენი წლის წინვე იყო და შეიძლება კიდე გააძვირეს, ხო? 5 ჯერ გაძვირდა ხალხო, 5 ჯერ. რომელს გაგიძვირდათ 5 ჯერ ხელფასი? აი რომელ ადამიანს მოგემატათ 5 ჯერ ხელფასი? ჯერ ეგერთი ნაციონალების დროს პროდუქტის ფასი უნდა შეადარო, საქართველოს პროდუქტი შემოდის ძირითადად საავადმყოფოდან. საავადმყოფოდან რომ შე პროდუქტი შემოიტანო, შენ გჭირდება დოლარის ყიდვა. რომ გახვიდეი და დოლარით იყიდო. დოლარი მაშინ რა ღირდა? 160-165 ლარი ღირდა, ხო? 1 დოლარი. ეხლა რა ღირს ხალხო 300 ლარამდე ადის და 300 ლარის ცოტა ქვემოთ ესე მერყეობს და ეს რას ნიშნავს? ესაც პროდუქტს აძვირებს. და შენ რო გონია რომ ნაციონალების დროს დაბალი ხელფასი ქონდა, ნაციონალების დროს იმ დაბალ ხელფასში, ხო? შენ მეტი პროდუქტი მოგდიოდა ზუსტად იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტითაც დოლარი გაუფასურდა ლარი გაუფასურდა დოლართან შედარებით. აი ამდენი პროცენტით მეტი პროდუქტი მოგდიოდა მაშინდელი 700 ლარით.
და შენ რო გონია დღეს 1400 რო გაგიხადეს ის ხელფასი დაუშვათ 1200-ს რაღაცა მოგემატა არა პირიქით მინუსში ხარ შენ იმიტომ რომ ინფლაცია მოხდა და შემოტანა გაძურდა დოლარის ინფლაციიდან გამომდინარე ჯერ ეგერთ და მეორეც ხალხო ხელოვნური ზრდა მიდის აი პირდაპირ მე როგორც გითხარით ბიზნეს პროექტი მოვიდა თავში დამატებით ახლა ჭირდება ფასსა ზრდიან თვითონ ხელოვნურად ნებისმიერ პროდუქცია და მე ტოვებენ იმ ფასს ერთხელ გაძვირებულს კი აღარ გააიაფებენ ესენი არ არსებობს და გვატყუებენ აქ რომ რაღაცას ქმნიან აი ეს იწვევს ხალხო ხალხის ყელში წაჭერა პროდუქტების გაძვირება ცხოვრების გართულება ბიძინა ახლა იცის რომ ვინც შემოდის ხალხგარეთიდან ძირთადად შემოდიან ფულიანი ხალხი ბინებს ყიდულობენ და ჩვენ ეს ქართველი ღარიბი ხალხი აღარ ვჭირდებით ამას იმიტომ რომ ამან უკვე ერთხელ წაგვიჭირა ყელში და ჩვენ ამას მხარს აღარ უჭერთ ამას უნდა სუსხო უცხო ტომელები რომლებიც მაგას მხარს უჭერენ და ამიტომ ჩვენ აი ეს ქართველები ვინც ვართ უნდა ავდგეთ ხალხო 26 მაისს უნდა მივიდეთ თბილისში და რეჟიმი უნდა დავამხოთ ციხეში პირდაპირ უნდა განთავისუფლდეს საქართველოს ხალხო მე კომუნისტური შეხედულებების ადამიანებსაც მოუწოდებ აი რო გეგონათ რომ მოვიდოდა ბიძინა და ყველაფერის ფასი დაიწევდა ყველაფერის ფასი გაიაფთებოდა და რაღაც რა გაიაფთა ხალხო პირიქით 5 ჯერ გაძვირდა პარკირება ჯარიმები ძვირდება მანქანების გაფორმება ძვირდება უსამართლობა პოლიციაში პროკურატურაში სასამართლოში აი რა გინდა ყველაფერი მიდის ცუდისკენ ამიტომ ჩვენ ეს ცუდი უნდა სადღაც ორგანიზმში რო ცუდი გაგაჩნდება ხო ეს უნდა მოიჭრა დროულად რომ შენ ეს ცუდი მთლიან ორგანიზმში არ გავრცელდეს ბიძინა უკვე ყველგან აჯდება და ჩვენ ეს არ არის გვიანი ხალხო ყოველთვის არის ყოველთვის იმედი იბადება აი ესეთი პატრიოტი ადამიანებისგან როგორც გიორგი ვაშაძეა და ხაბეიშვილი აი მათ ერთადერთი რაც სურთ ამათ აბა მოусმინთ რომ რას ლაპარაკობენ რომ ფასების ზრდა არის კორუფცია არის პოლიცია არის უსამართლო პროკურატურა არის სასამართლოა უსამართლო აი ამ ყველაფერს რასაც იძახიან აი ეს იწვევს ქართველი ხალხის გადაშენებას როგორც ახდენდა ხო ეხლა შაჰაბასმა რა გააკეთა კაცო სხვა კი არაფერი გააკეთა ირანმა გადაასახლა ქართველები და წყვეტავდა ქართველებს. ეხლა ხდება ეს კულტურულად, ხო? ანუ ყელში გიჭერენ, რომ შენ ვინუშდენი გახდე, რომ წახვიდე საქართველოსთან და ეს აქ ჩამოასახლოს მე ის ვიღაც ან ფულიანი, ან ის ბინების გაყიდვა, ისე რომ მდიდრდებიან ეს ერთი შაიკა მდიდრდება და ბიზნესთან დაკავშირებით მინდა მაგის მართლობა როგორი ჩამოყალიბდა დღესდღეობით საქართველოში, ეგაც მინდა გითხრათ მნიშვნელოვანია. ბიზნესს რო დააკვირდე ხალხო, ადამიანს რომ მოიყვანს და მთავრობაში რომ დანიშნავს. ეგრევე საშუალებას აძლევს რომ ფული მოტეხოს. აი ჟარგონულად ვიტყვი ახლა მოიპაროს ფული. ბიზნესს ჭირდება ის ადამიანები, ვინც იპარავენ და მე ბიზნესა უსმენს მოსასმენებით, ტელეფონებით, ფაქტებით, ვიდეო და ფაქტი დევს იქ რომ აი ეს ახალი კაცი რომ მოიყვანა, ფული მოაპარინა და იმაზე კომპრომატები დევს იქ რომ ამან ეს ფული მოიპარა და ყველაზეა კომპრომატები ხალხო. ამას არაკომპრომიტირებული ადამიანი არ ჭირდება, ვინც არ იპარავს და ვინც არ ქურდობს და ვინც სახელმწიფო ბიუჯეტს არ წოვს. ესეთი ადამიანი არ ჭირდება მართლობაში, იმიტომ რომ ესეთი ადამიანის მართვა ძნელია. აი დაუშვათ ახლა ღარიბაშვილი რო იპარავდა. ხო ღარიბაშვილი გვერდზე გაუდგა და სასამართლოში მიიყვანა. ეს სხვა დანარჩენი მთლიანი სახელმწიფო აპარატისთვის არის სამაგალითო დასჯა, რომ ნებისმიერი ის ადამიანი სახელმწიფო მოხელე, ვინც იპარავს, ყველა მიცის რომ ბიზნეს ფაქტები აქვს, რომ ესენი იპარავდნენ და ხვალე-ხვალზევით ჩასვავს ციხეში. ყურმოჭრილი მონება და აქცია ხალხო ნებისმიერი სუფლის თავმჯდომარიდან დაწყებული ყველა იპარავს ხალხო გამგეობაში რაიონების შედიან ბოდიშამსა კალოშებით კალოში ძალიან მიყვარს ხოლმე სოფელში გაზრდილი ვარ კალოშებით შედიან და მილიონერები და ზოგიერთ შემთხვევაში მულტიმილიონერები გამოდიან ახლა რაიონებიდან გააჩნია რაიონს რამხელა აი ეს უნდა დავასრულოთ ხალხო ჩვენ ეს ერთპიროვნული მართლობა ნებისმიერ კანონდარღვას აკეთებენ მაგათი მომხრეები, აქტივისტები ისინი და არ იჭერენ არაფერი, გამოდიან აბა შენ დააშავე რაღაცა, შენ გაგაფორმებენ იქიდან რაღაც გამოგიშვებენ, ამტყოფი გამოხვალ იქიდან. აი ეს უნდა დასრულდეს ხალხო, უსამართლობა უნდა დასრულდეს საქართველოში, ამიტომ ყველანი ჩვენ დიდი, პატარა არ აქვს მნიშვნელობა, ყველანი უნდა მივიდეთ ხალხო და ჩვენი პროტესტი უნდა გამოხადოთ 26 მაისს. რეჟიმი უნდა დავამხოთ ციხეში. სხვა გზა არ არსებობს ხალხო. საქართველოს გადაშენება მიდის ეს შუმი და ესე გამგუდველა და ესე რაღაც იმადა რა ქვია პოდლა და ესე რა რუსულ სიტყვას ვიტყვი ესე ჟარგონულად
იმედი მაქვს რომ მე ყოველთვის იმედი მაქვს როცა ისახება დიდი მიტინგი რომ რეჟიმის დამხობის ეს ჩვენ ხშირად უნდა შევიკრიბოთ ეს ერთხელ ორჯერ კი არა ეს უნდა გახდეს უფრო და უფრო პოპულარული და უფრო და ბოლოს იქნება დაემხობა მე მჯერა რომ 100%-ია რეჟიმი დაემხობა ხალხს ჩვენ ამას შევძლებთ